საქართველოს კვლავ აღმოჩნდა სამარცხვინოთა სიაში. ევროკავშირის 21 სასანქციო პაკეტში ქვეყანა უკვე ფიგურირებს ორი მიმართულებით. ერთი ქართული კრიპტოსაწარმოები ეხმარებიან რუსეთს და ასეული მილიონობით დოლარის ოდენობის ტრანზაქციებს ანხორციელებენ, რაც საბოლოო ჯამში რუსული სამხედრო მანქანის გაძლიერებასა და სამხედრო საჭიროებისათვის საქონლის შეძენას ემსახურება და მეორე, აგერ მოულოდნელად დასანქცირდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. რატომ მოულოდნელად? იმიტომ რომ წინა სასანქციო მეოცე პაკეტში ყულევის პორტის სანქცირების საკითხი იდგა დღის წესრიგში. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ და სოკარმა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ და ვიცით რომ ყულევის პორტი ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფოს, აიღეს ვალდებულება, რომ არ დაარღვევდნენ სანქციებს და არ დაეხმარებოდნენ რუსეთს ნავთობის გაყიდვაში. როგორც ჩანს, ყულევის პორტმა შეასრულა აღებული ვალდებულება, საქართველოს მთავრობამ არა. მთავრობამ იმიტომ, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არის მთლიანად საქართველოს მთავრობის, ასე ვთქვათ, კურატორობის ქვეშ. რომ დავანებოთ იმას, რომ 8 მილიონი დოლარი ჩადო ამ ქარხანაში საქართველოს მთავრობამ, ხოლო ძირითადი ფული მოდის რუსეთიდან და აქციონერებიც რუსები არიან. საქართველოს მთავრობა არის მთავარი დამნაშავე იმაში, რაც დღეს ხდება. ვინაიდან ჯერ არ მომუშავე მშენებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისათვის გამოსცა გასული წლის ოქტომბრის თვეში სპეციალური დადგენილება, სადაც ამ ქარხანას მიეცა უფლება შემოეტანა რუსეთიდან ნახევრად დამუშავებული დიზელის საწვავი. ანუ ნახევარ ფაბრიკატი. მართლაც შემოვიდა ეს ასე ვთქვათ საქონელი, ოღონ გაფორმდა როგორც რუსული ნავთობი, ნედლი ნავთობი და არა ნახევრადმზად პროდუქცია. თითქოს და მან ნефტი ნავთობი გადაამუშავა და ამით შექმნა ასე ვთქვათ ქართული პროდუქცია და გაიტანა ექსპორტზე, ნამდვილად იცვლებოდა ქაღალდი, შემოდიოდა რუსეთის დიზელის საწვავი დაუმუშავებელი და გადიოდა. დღეს ამ ქარხანას არ შეუძლია წარმოოს როგორც დიზელის საწვავი, ასევე სხვა მათ შორის პროდუქცია, მათ შორის ბენზინი და 2028 წლისათვის გვირდებიან, რომ მათ ამის ასე ვთქვათ წარმოება შეუძლიათ. ანუ რა გამოდიოდა? რუსეთიდან შემოქონდა დიზელის ნახევარ ფაბრიკატი და თავადაც და დიზელის ნახევარ ფაბრიკატი გაქონდა უკვე მსოფლიო ბაზარზე. და რაღაც არნახული ოდენობის ექსპორტი მოახდინა და დაახლოებით 700 მილიონი დოლარის ქართული, ასე ვთქვათ, ნავთობპროდუქტი გავიდა მსოფლიო ბაზარზე გასული წლის ნოემბრის თვიდან დღემდე. ეს წარმოუდგენელია. ეს არის ფაქტობრივად რუსული ნავთობისა თუ ნახევრადმზა ნაწარმის, ასე ვთქვათ, გატანა. შემდეგ ამ ქარხანამ დაიწყო ნაწილობრივი მუშაობა, მაგრამ დღემდე გაუგებარია რა შემოვა აქ, რა საწარმოებს. მან უფრო მეტი პროდუქცია გაიტანა, ვიდრე შემოიტანა ნავთობი, თუნდაც ქაღალდზე და ბევრი კითხვის ნიშანი იყო დასმული და ჩვენც ვამბობდით და ვაფრთხილებდით, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და აი ეგერ დადგა ეს დღე. 6 თვიანი, ასე ვთქვათ, პერიოდი არის ამ სანქციის ზალაში შესვლისა. ეს უკვე არის სანქცია და არა, ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი სანქცია. რომ 6 თვის განმავლობაში თუ წესიარად მოიქცევიან, ეს ასე ვთქვათ, სანქცია ზალაში არ შევა. არა, აქ უკვე საქმე სამართლებრივად სხვანაირად არის. აქ ამოქმედების ვადაზე არის საუბარი და შემდეგ მომავალში თუ კი მართლაც გამოასწორებენ აი ასეთ ცუდ ვითარებას და არ იქნებიან აი ამ რუსული სამხედრო მანქანის და რუსული სახელმწიფოს მხარდამჭერები, მაშინ გახდება უკვე ცალკე გადაწყვეტილება მისაღები, რომ ამ სასანქციო სიიდან იქნას ამოღებული ეს საწარმო. საქართველოს კიდევ ერთხელ შეელახა საერთაშორისო რეპუტაცია. ხოლო საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორც რუსეთის მხარდამჭერი სახელმწიფო. ხოლო ის ადამიანები და ეს კომპანიები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან, ფაქტობრივად საკუთარ თავს ამხელენ იმაში, რომ უკრაინელი ადამიანების სისხლით ფასად უნდათ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა.